გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ახალ სეირს, ახალ გასართობს, ახალ თავის შესახცევს გვთავაზობს ჩვენი დაუსრულებელი ნაციონალური მოძრაობა. გიორგი ვაშაძე, რომლის ეგრეთ წოდებულ პარტიას ოფიციალურად ნაციონალური მოძრაობა არ ქვია, რაღაც სხვა სახელი აქვს, აღარ მახსოვს. მოკლედ, ის გიორგი ვაშაძე, რომელსაც ჩვენ დიდი სიყვარულით ჭიჭეს ვეძახით, გამოვიდა და გაგვახარა, რომ 10 მაისიდან მათ ექნებათ სისტემური კარდაკარი მთელი თბილისის მასშტაბით. დიახ, პირველი ფაზა თბილისი ყოფილა და გვპირდება, რომ ყველასთან მივა. საინტერესოა. გიორგი ფაქტობრივად ცეცხლთან აპირებს თამაშს. ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც მოუთმენლად ელოდება გიორგი ვაშაძის ვიზიტს, ოღონდ ელოდება არა იმ გაგებით, რომ ერთად დასხდნენ სამზარეულოში, ერთი ყუა გაიყონ და გიორგისა და მისიანების მომავალ პოლიტიკურ გამარჯვებაზე ილაპარაკონ. არა, სულ სხვა გრძნობით ელოდებიან. მეგობრებო, მე არ ვარ აგრესიული ადამიანი და ხელჩართული ბრძოლა კინოს გარდა არსად მიყვარს. კინოში კი იმიტომ მიყვარს, რომ იქ დადგმულია ყველაფერი და მაჩხუბრები ტკივილსა და დაზიანებას არ იღებენ. მაგრამ მე ჰუმანურმა და პაციფისტმა ადამიანმაც კი შეიძლება თავი ვერ გავაკონტროლო, როდესაც კარს გავაღებ და იქ გიორგი ვაშაძეს დავინახავ მისი საფირმო სამკუთხედი ღიმილით. მეორეს მხრივ შეიძლება რომ ვაშაძეს ისეთი მისამართები დაუდონ, რომელთა კარზე დაკაკუნება შეიძლებოდეს. არც ესაა გამორიცხული. ამბობენ, რომ ნაცების კოორდინატორების სისტემა დღესაც ცოცხალზე ცოცხალია და მათ სიები აქვთ მადამი ლმობიერი და მოსიყვარული ადამიანებისა. ამიტომაც გიორგის გაუშვებენ კონკრეტული გზით, სადაც მას დახვდებიან, წყალსაც დაალევინებენ და შეიძლება სველ წერტილშიც შეუშვან. და მერე გიორგი გამოაცხადებს, რომ მთელი თბილისი და ფიროსმანი მოვიარეთ, ყველგან მხარი დაგვიჭირეს და სიყვარულიც გვარგუნეს და მომავალი ჩვენი იქნება. კი ვფიქრე, ასე ადრე რატომ იწყებენ მეთქი 2028 წლის არჩევნებისთვის მზადებას. და მერე მივხვდი რა 28 წლის არჩევნები. ისინი ამა წლის 26 მაისისთვის ემზადებიან. მათმა გვარამიამ ხომ გამოაცხადა, რომ 26 მაისს მოხდება მშვიდობიანი წარღვნა და ის წარღვნა გაიყოლებს არსებულ ხელისუფლებას, ანუ ქართულ ოცნებას მთელი მისი 1,200,000-იანი ამომრჩევლით და დააბრუნებს ხელისუფლებაში ჭეშმარიტ პოლიტიკურ ძალას, ერთიან ნაცობას. დიახ, თარიღომანია ეს ნაცების სტილია. როგორ აღვივებენ გრძნობებს, დათქვამენ რაღაც თარიღს და იმ თარიღს გამოაცხადებენ თავიანთ საკრალურ სიმბოლოდ, როდესაც ყველაფერი მათ სასარგებლოდ შეიცვლება. რატომ შეიძლება არ ვიცი, მაგრამ მათ ჟერათ, რომ შეიცვლება. რატომაც გონია, რომ ამ უნიათოების მთავარ პერსონაჟებს შვენივრად ესმით, რომ არაფერი შეიცვლება, მაგრამ საბოლოოდ რომ არ გაქრნენ პოლიტიკური ორბიტიდან და შესაბამისად დასავლურმა ფინანსურმა ნაკადულმა რომ არ შეწყვიტოს დინება, ამიტომაც აჟიოტაჟს ქმნიან. მოკლედ, ტაქტიკა შემდეგნაირია. ირჩევენ თარიღს, სასურველია რომ იმ თარიღსაც თავისთავად რაღაც დატვირთვა ჰქონდეს, როგორც ამ შემთხვევაში 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მერე ხმამაღლა აწყობენ გეგმას თუ როგორ მოახდენენ ხელისუფლების ძალადობრივად ან არაძალადობრივად შეცვლას. და მერე კი მორიგი კრახის შემდეგ თავიანთ დამკვეთებს ახსნა განმარტებას წარუდგენენ თუ რატომ არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა. გვარამია ცფიერი ადამიანია, ნებისმიერ კრახს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. 1000 მიზეზს დაასახელებს, რომ დამფინანსებლები დაარწმუნოს. დიახ, ამჯერად არ გამოვიდა ამის და ამის გამო, მაგრამ შემდეგ ჯერზე, მაგალითად 7 ნოემბერს აუცილებლად გამოვა. და გულუბრყვილო დამფინანსებელიც მორიგ ჯერზე დაუგჯერებს და მსხვილ საფულეს ჯიბიდან ამოიღებს. კარგად მოეწყო ჯიგარი. სხვა შორის ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ვაშაძეს გვარამიასგან განსხვავებით, სწორედ რომ სჯერა ამ ბოდვა გეგმებისა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მეჩვენება, დიახ, არ მოვიწყდება რომელიღაც არჩევნების წინ, მგონი ეს 2020 წელი იყო. მთელი ქალაქი წაბილწული რომ იყო გიორგი ვაშაძის გამოსახულებიანი ბანერებით, რომელზეც ის თავის თავს როგორც მომავალ პრემიერ-მინისტრს მოიაზრებდა. ბანერებზე ასე ეწერა გიორგი ვაშაძე მომავალი პრემიერ-მინისტრი და ტიპს მართლა ეგონა რომ ის და მისი პარტია გაიმარჯვებდა. რამდენი ფული დახარჯა მაშინ იმ საარჩევნო კამპანიაზე ღმერთმა უწყის და შედეგად რა მიიღო? 60,000 ხმა. ჩემი გაგებით ის 60,000 ხმაც როგორ დააგროვა ძალიან გასაკვირი იყო. მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობ, ვინც მას ხმა მისცა. ანუ ჩემი მრავალრიცხოვანი გარემოცვიდან ერთადერთმა მას დაუჯერა, დიახ. დაუჯერა და ალბათ უნდოდა რომ ეს ტიპი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო. მახსოვს იმ ადამიანს მე ვიკითხე, კი მაგრამ მარინა ამ ტიპს ხმა როგორ მიეცი მეთქი და იცით მარინამ რა მიპასუხა, რომ გიორგი ვაშაძე რეფორმატორია და იუსტიციის სახლი საკუთარი ხელით ააშენაო. მოკლედ, როგორც სლავები ამბობენ, на каждый горшок своя крышка. ანუ ნებისმიერ ქოთანს თავისი თავსახური ერგება. და გიორგი ვაშაძეს ალბათ დღესაც ვიღაც მოერგება. ეყოლება მყوارებელი, რომელიც მას კარს გაუღებს, შეიპატიჟებს და ჩიხირთმას ან ბოზბაშს შესთავაზებს და მერე ისინი ერთად დაითვლიან ბუზებს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.